I'm German homelos, I drink coffee and I know things. 53 ეპიზოდის სიტყვა არის გრაული. არასდროს მბეზრდება ასეთი სიღრმისეული და გარკვეულ დონეზე ბნელი ფსიქოტიპების კვლევა და შემდეგ მათი განხილვა. ჯერ გონებაში, მერე წერილობით და თუ მომინდა ვიდეოს სახითაც გაზიარება ხალხთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიდეოს ნახვები შეიძლება სულ არ ჰქონდეს, მაგრამ ნახვების გამო არც ვიღებ და ვდებ ამ ვიდეოებს. ვინ და როგორი შეიძლება იყოს გრაული? თავად ადამიანი წესით და რიგით, თუ ცნობის მოყარეობა გვაქვს ზოგადად ადამიანების როგორც პერსონაჟების შესწავლის მიმართ, ანუ როგორც მე მაქვს ეს ჰობი, ძალიან მარტივად იქცევს ყურადღებას, არადა ასე ერთი შეხედვით არაფერს აკეთებს გრაული ხმაურიანს და გასაოცარს. თუმცა ყველაზე ხმაურიანი ზოგჯერ შეიძლება სწორედ სიჩუმე იყოს. გრაულის ანტონიმი, ანუ მისი შებრუნებული ვერსია ყველაზე მეტად ღიზიანდება გრაულის როგორ თქვათ, უბრალოდ არსებობითაც კი, რადგან ვერ იჯერებს და ვერ ეგუება, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ასეთი გაწონასწორებული შეუძლია იყოს. არა იმპულსურ, სრულად უგრძნობ, უემოციო, დაუჯერებლად მშვიდ ადამიანს ეწოდება გრაული. რაც არ უნდა მოხდეს, როგორ ძალიანაც არ უნდა გააღიზიანონ, გააბრაზონ, როგორ გულმოდგინებითაც არ უნდა ეცადონ მის წყობიდან გამოყვანას, მაინც არ უწევს ხმას. არ ველურდება, რჩება მშვიდი და გაწონასწორებული. ყვირილიც კი არ შეუძლია, ვერ ბრაზდება. და აქ მაშინაც ჩნდება ის აზრი, რომ გრაული ასეთი იმიტომ არის, რომ ასეთია, ანუ მართლა მშვიდია და უგრძნობი ადამიანია. არის შემთხვევები, რომ ბუნებრივად ასეთებიც არიან, მაგრამ ძირითად შემთხვევებში გრაული ასეთი მშვიდი იმიტომ არის, რომ ბავშვობა აქვს უზომოდ სტრესულ გარემოში გატარებული. აქვს ნერვული სისტემა განადგურებული და მისი გაბრაზება ყველაზე საშინელი რამეა, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია. ამიტომ გრაული უდიდესი მოთმინების უნარით ცდილობს სხვები დაიცვას თავისი თავისგან და ამიტომ რჩება ასეთი მშვიდი.